შემდეგ პლენარულ ცნობაზე უნდა გავიდეს რეგისტრაზე ეს რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილ-ბოქერიას მმართველობას შეაფასებს დანაშაულებრივ რეჟიმად. და ქართული ოცნების ყველა დეპუტატს მოუწოდებ ხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას, სანამ ჯერ კიდევ დრო არის. ხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის მოთხოვნას. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეთ. ვერავინ ვერ შეგვაშინებს. არავის ქართველი ხალხი არ შეუშინებია არასდროს. არც ტელევიზიით ბაქი-ბუქის გვეშინია სააკაშვილის და სხვების. და არც კიდე რაღაცა დესტაბილიზაციაზე ლაპარაკის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი ადამიანები, მშვიდობის მოყვარე ხალხი და მშვიდობიანად გავიმარჯვებთ 28 ნოემბერს. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველა და დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ გძნობთ თქვენს მხარდაჭერას, თქვენს თანადგომას და თქვენ დიდ სიყვარულს და იცოდეთ და გჯეროდეთ. რომ ჩვენც გიპასუხებთ ერთგულებით და სიყვარულით და თავგანწირვით. მადლობა. მეორე მიტინგია 3 საათზე ვიწყებ, წვიმა გადაიღებს და აი წვიმა იწყებს ვიშლებს. მაგრამ ღმერთი ჩვენთვის წვიმას ხსნის. დიდი მადლობა ყველას რომ მოხვედით. ზეკ 25-ში თბილისში უნდა გავავსო თავისუფლების მოედანზე. მოსდარვაში მივიდეთ არჩევნებზე და დავამარცხოთ ნაცმოძრაობა. დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ. ყველას ვისაც ბარათები გვიჭირავს, რომ გაიგონ, არა ნიშას, გაიხარე ამას ვამბობთ, არა ნიშას, არა. მოშურხვივი მეორე დღეს, ღმერთია ჩვენ შორის, იცოცხლეთ, გაიხარეთ, ერთმა დაგვიწვით. მადლობა. მოგესალმებით. საპროტესტო აქცია გამართა დღეს პატრიოტთა ალიანსმა ბათუმში ევროპის მოედანზე. ალიანსის ლიდერება მოუწოდეს შაქ-შეკრებილებს, რომ ხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს. აქციაზე ისმოდა სხვადასხვა მოწოდებები, მათ შორის ის, რომ თურქები არიან ძალიან ბევრი ქალაქში და მათ მიიღეს საკუთრება. მე ხა ვიცები გავისაუბრო რამდენიმე აქციის მონაწილეს, თუ რატომ მოვიდნენ ისინი დღეს აქციაზე. ქალბატონო, ერთი წუთი შეგიძლიათ რომ გაგვისაუბროთ, რატომ ხართ დღევანდელ აქციაზე, რატომ მოხვედით? პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის. როგორ? პატრიოტი ვარ ჩემი ქვეყნის. მესმის, მაგრამ აქციაზე დღეს რა გააპროტესტეთ? სატანისტების მოსვლის დრო გვაქვს, სააკაშვილი არ გვინდა და მშვიდობა და წყნარი ცხოვრება გვინდა. საიდან ბრძანდებით? ბათუმში ცხოვრობ? კარგით, მადლობა. ერთმა გადმოგხადოს ყველას. თქვენს რა გითხრათ, რატომ მოხვედით დღევანდელ აქციაზე? რატომ მოხვედით დღევანდელ ისე აქციაზე? როგორც ყველანი შემოგარგო, რომ არა უთხრათ მიშას და უთხრათ გვამომავალ უმეტესი ცხოვრება საქართველოში. და აუცილებლად რომ მივიდეთ ყველანი 28 ნოემბერს არჩევნებზე და მაგուցეთ 48 ნოემბერს. საიდან ბრძანდებით? ხოდის რაიონი. ხორიდან ჩამოხვედით? ხოდიდანვე დაახლოებით 400-500 ადამიანი ჩამოვიდა. ანუ პარტიამ გააკეთა ორგანიზება ამ ჩამოსვლას. და პირველად ჩამოვედით სულ რომ პატრიოტთა ალიანსის დაანონსებული მიტინგი შევერთებით. და მისაღები ამ ფორმით იგივე ის შეძახილები, რაც დღეს ისმოდა აქციაზე, მათ შორის თურქების წინააღმდეგ. არ ხედავთ თუ არა ამაში პრობლემას? რა თქმა უნდა, თურქების წინააღმდეგ არანაირი წინააღმდეგი არა ვარ. ხალხი როგორც ასეთ ბარა, აქ საუბარი იყო გაჩუქებულ და მისთვის გასხვისებულ თურქებზე მიწებზე. საუბარი თორე თურქი რომელიც სტუმრად შემოვა საქართველოში ან ნებისმიერი ერი, რა თქმა უნდა, სასწრაფო გასხვისებაში რას გულისხმობთ? რატომ არის პრობლემა თურქი თქვა უცხოელი ცხოვრობს ბათუმში? ან რამდენი თურქი ცხოვრობს თქვენი ინფორმაციით ბათუმში? ძალიან დიდი რაოდენობა, როგორც მაინც რამდენი თქვენ როგორ იცით? 15,000 არის და თურქს რომ დაგისახელებ ამ დღეს. მაგრამ ვიცით რომ არ არის სწორი 15,000 არ ცხოვრობს ქალაქში. და არა მუშავს, ხო, ახლა მე 10 ვარ ვალდებული ვიცოდე, ხო? დე. ასე რომ ქვეყანა დასალაგებელია, შემოგარგო და ამას უნდა რეალურად მიხედო ამის თქმიდა და ის რომ ნაცები რო არ დაბრუნდეს ეს ფაქტურად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში არც განიხილება ეს საგანმანათლებლო ადამიანები მაგას მაცემ. კარგით, მადლობა.